Hallo, გამარჯობა. როგორც უკვე ამჩნევთ, დღეს სავარჯიშოს გავაკეთებთ. თემა არის perfect dro, ანუ წარსული სასაუბრო. ვისაც გავლილი გაქვთ პერფექტი, შეგიძლიათ გაიხსენოთ ამ სავარჯიშოს კეთებით. მე შევეცდები, რომ მომდევნო სავარჯიშოებიც ავიღო ამ PDF მასალებიდან, პერფექტიდან და უფრო ოდნავ გავართულო მომდევნო ვიდეოებში. დავიწყოთ შედარებით უფრო მარტივი დავალებით და გავაკეთოთ. შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და სანამ მე გავაკეთებ, მანამდე სცადოთ გაკეთება. ვისაც გსურთ თავიდან ბოლომდე ჯერ დამოუკიდებლად გააკეთოთ, მათთვის მე დავდებ ბმულს ვიდეოს ქვემოთ, YouTube-ზე ვიდეოს ქვემოთ დავლინკავ, ხოლო Facebook-ის ჩემს Facebook გვერდზე ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში დავდებ ავტვირთავ ან PDF მასალას, ან დავდებ ბმულს, სადანაც შეგიძლიათ PDF ფორმატში გადმოიწეროთ ეს სავარჯიშოების ნაკრები. მაშინ ასე დავიწყოთ. შეგახსენებთ, რომ პერფექტი ეს არის წარსული დროის ფორმა, რომელიც იწარმოება დამხმარეზნა ჰაბენის ან ზაინის პრეზენსის ფორმით და ძირითადი საუღლებელი ზნის პარტიციპ ცვაით. ანუ ამ მასალის გამეორებაში ჩვენ დაგვჭირდება როგორც დამხმარეზნის შერჩევა, ასევე ზნების ძირითადი ფორმების ცოდნა. მაშინ ასე დავიწყოთ. Okay. შევხედოთ, მოცემული გვაქვს ასეთი ფორმა, გვერდით ზნებისა, machen, lieben, rauchen, აგერ გვერდზე არის, როგორც ხედავთ. საწყის ფორმაში გვაქვს ზნები და ჩვენ უნდა ჩავსვათ ისინი ან პრეზენსში, ახლანდელ დროში, ან პერფექტში. კარგად დავაკვირდეთ. წინადადებაში თუ გვაქვს რაიმე დროის აღნიშნული სიტყვა, რომელიც მიგვანიშნებს ახლანდელ დროზე, ზნას ჩავწერთ პრეზენს დროში, ხოლო თუ გვაქვს წარსულის მიმანიშნებელი დროის აღნიშნული სიტყვა, მაშინ ჩავწერთ პერფექტში. მაგალითისთვის machen-ზნა იყო ჩასასმელი და ჩაწერილია hast du deine Hausaufgaben gemacht? დაწერე შენი საშინაო დავალება? და გააკეთე? Nein, die muss ich noch machen. არა, უნდა გავაკეთო. როგორც პირველი მაგალითიდან ხედავთ, პირველ წინადადებაში გვაქვს წარსულში hast du gemacht? გააკეთე? და პასუხში არის მოცემული muss ich machen მოდალურ ზნასთან ერთად. ანუ უნდა გავაკეთო. ინფინიტივში დგას machen. Als Kind Eva nur ihr Pferd და lieben-ზნა გვაქვს აქ ჩასასმელი. მოდი ახლა ესე გავაკეთოთ. მე გაჩვენებთ თქვენ თავიდან ბოლომდე ყველა წინადადებას, რომ დაპაუზებით შეძლოთ გააკეთოთ დამოუკიდებლად თუ ვიდეოც იქნებთ, რომ სავარჯიშო დაწეროთ და შემდეგ უკვე განაგრძეთ ვიდეოს ყურება, რადგან მე ვიწყებ უკვე სავარჯიშოს შესრულებას. გაჩვენებთ ახლა მე სხვა წინადადებებსაც. აქვე მითითებული არის ვებგვერდი, სადაც შეგიძლიათ ეს სავარჯიშოები ასევე იპოვოთ. მაშინ ასე მე ვიწყებ. მათთვის, ვინც შედარებით ოდნავ დაბალ დონეზე არიან, შევეცდები, რომ წინადადებები თან გადაგითარგმნოთ, რომ აზრი გამოიტანოთ ამ წინადადებებიდან. მაშინ ასე მე ახლა ვასრულებ სავარჯიშოებს, თქვენ მოგიწევთ დააპაუზოთ, თუ გინდათ, რომ ჯერ თავად სცადოთ ამ სავარჯიშოების დაწერა. Okay. Lieben-ზნა als Kind. როცა ბავშვი ვიყავი, რა თქმა უნდა, წარსულ დროში გვექნება და იქნება haben-ით. Lieben არ არის გადაადგილება. ანუ Eva-ზე ლაპარაკი hat. Eva nur ihr Pferd lieben liebte geliebt. პარტიციპ ცვაიში დაგვჭირდება lieben-ი. ეს არის სუსტი ზნები, ანუ ეს არ არის ძლიერი, ანუ არაწესიერი ზნები, რომელთა ძირითადი ფორმებიც უნდა ნასწავლი გქონდეთ და ყველა ეს ფაქტურად, რაც აქ გვაქვს ჩამოწერილი, არის წესიერი ზნები, ამიტომ ძირითად ფორმებს აწარმოებენ მეორე ფორმაში, პრეტერიტორის ფორმაში ტედაბოლოების დართვით ფუძეზე, ხოლო პარტიციპ ცვაიში გეთავსართითა და ტბოლოსართით, ანუ geliebt.
heute ნახეთ ზუსტად ამაზე ვლაპარაკობდი, ეს არის დროის აღნიშნელი სიტყვა, დღეს ეს მიგვანიშნებს, რომ ლაპარაკია ახლანდელ დროზე, ამიტომ აქ პრეზენტში უნდა ჩავსვათ ახლანდელ დროში ლიბენი. Heute liebt sie ევაზია ლაპარაკი, ამიტომ ხოლობითი რიცხვის მესამე პირში ჩავსვავთ. Liebt sie das Leben. ბავშვობაში ევას მხოლოდ მისი ცხენი უყვარდა, დღეს უყვარს მას სიცოცხლე. Gustav Schwarz რა უხენზნა უნდა ჩავსვათ? Früher გვიწერია, früher ეს არის დროის აღნიშნელი სიტყვა, უწინ, შესაბამისად ეს გვანიშნებს, რომ ჩვენ უნდა ჩავსვათ წინადადება წარსულ დროში, okay? და მოდი ვნახოთ, როგორ ჩავსვავთ rauchens. რა თქმა უნდა, დამხმარეზნა haben იქნება. Gustav Schwarz hat früher sehr viel geraucht. Rauchen, rauchte, geraucht. Heute ist er nicht Raucher. Gustav Schwarz-ის სახელდაგვარია. უწინ ძალიან ბევრს ეწეოდა. დღეს ის არამწეველია. Nicht Raucher, არამწეველი. Tanzensna უნდა ჩავსვათ. Auf dem Fest Max und Frederik den ganzen Abend. ანუ მთელი საღამოს განმავლობაში წარსულ დროში გვჭირდება. მაქსი და ფრედერიკი ორნი არიან, ამიტომ იქნება მრავლობით რიცხვში. Haben getanzt. Auf dem Fest haben Max und Frederik den ganzen Abend Walzer getanzt. წვეულებაზე მაქსი და ფრედერიკი მთელი საღამო ვალცერ არის ვალსი, ვალსებს ცეკვდნენ. შემდეგ გვაქვს kaufen ჩასასმელი, kaufens დამხმარეზნა haben-ი ექნება და იქნება ასე. Habt ihr auch einen neuen Wagen gekauft? Nein, wir kaufen keinen. ანუ იყიდეთ ახალი მანქანა? თქვენც იყიდეთ ახალი მანქანა? არა, ჩვენ არ ვყიდულობთ მას. ანუ ახალ მანქანას. გადავიდეთ მე-6-ზე. მე-6-ში გვაქვს lachen, სიცილი. Wir hatten sehr viel Spaß die ganze Nacht. Haben wir Tränen gelacht. ეს ნიშნავს ჩვენ ძალიან ვისიამოვნეთ მთელი ღამე, ანუ ძალიან ბევრი ვიცინეთ, ანუ ცრემლებით არის ditrennen, also trennen lachen, ანუ ტირილამდე რო იცინი ხარ, ანუ ძალიან ბევრი ვიცინეთ ქართული ვარიანტი იქნება ეს. Nach dem Tod ihrer Mutter Susanne wochenlang weinen. Weinen ტირილია. დამხმარეზნა იქნება hat. Nach dem Tod ihrer Mutter hat Susanne wochenlang geweint. დედის გარდაცვალების შემდეგ Susanne wochenlang კვირეების განმავლობაში ტიროდა. Okay. Mama, ich habe großen Hunger. და kochen უნდა ჩავსვათ. Hast du schon etwas gekocht? წინადადებას მივაქციოთ ყურადღება, ვიწყებთ დიდი ასოთი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ წინადადება წერტილის მერე ეწყება დიდი ასოთი და შევსების დროსაც უნდა გაითვალისწინოთ ეს. Hast du schon etwas gekocht? თუ ამას არ მიაქცევთ ყურადღებას, მაშინ მიეჩვევით ყველაფრის პატარა ასოთი დაწერას, რაც ძალიან ცუდია. რაიმე გააკეთეო სადილად? Stellen, დადგმა, დაყენება. Du das Fahrrad in die Garage? Hast du das Fahrrad in die Garage gestellt? დაყენე ველოსიპედი გარაჟში? Nein, es steht noch draußen. არა, იგი დგას ჯერ კიდევ გარეთ. შემდეგ legen, დადგმა, დადება. Wo sind die Schlüssel? სად არის გასაღები, მრავლობით რიცხვში გასაღებები, სად არიან? Max hat sie auf den Küchentisch
gelegt, legen, legte, gelegt. ესეც წესიერის ზმნა არის. ეს არის legens ზმნა, არ აგერიოთ ligens ზმნაში, ისე როგორც stellen არ აგერიოს stehen ზმნაში. Stehen და liegen არის ძლიერი ზმნები, ანუ უკვე დევს, უკვე დგას, ესენი არიან სუსტები, ანუ დადება, დადგმა. ესე იგი მაქსმა ისინი მაგიდაზე, სამზარეულოს მაგიდაზე დადო. შემდეგი ზნა hängen, დაკიდება. ან კიდია, უბრალოდ აქ hängen გვაქვს ჩვენ როგორც ძლიერი, ასევე წესიერი, ანუ არა წესიერიც გვაქვს და წესიერიც. hängen, hängte, gehängt დაკიდება, hängen, hinge, hangen კიდია. რადგანაც აქ ბავშვებს მიმართავს, ეს არის დაკიდება, ანუ ბავშვებო, Kinder, habt ihr schon eure Jacken in den Schrank gehängt? ბავშვებო, თქვენი კურტკები კარადაში უკვე დაკიდეთ, ქურთუკები. Warum? აქ გვაქვს sich setzen ზმნა. Warum? რატომ არ ჩდები? Warum setzt du dich nicht? ეს როგორც ხედავთ, არ არის წარსულ დროში. რატომ არ ჩდები? Du stehst schon die ganze Zeit. შენ უკვე მთელი ეს დროა დგეხარ. გავაგრძელოთ. შემდეგი. Lernen. Mit Musik kann ich am besten, რა თქმა უნდა, მოდალურ ზმნასთან გვექნება lernen-ის საწყისი ფორმა lernen. მუსიკით მე შემიძლია ყველაზე კარგად ვისწავლო, ანუ am besten საუკეთესოდ. Wie du früher ორი ადგილი გვაქვს, რა თქმა უნდა, იქნება დამხმარე ზმნა. Wie hast du früher gelernt? ანუ უწინ როგორ სწავლობდი gelernt. Haben ზმნა, sein Sohn in seinem Leben schon immer sehr flug. Haben ზმნა წარსულში როცა გვინდა, ზოგადად hat უკაცრავად აქ. Hat gehabt. ზოგადად haben როცა გვინდა წარსულში, უპირატესობა ენიჭება პრეტერიტუმს და hat-ს ვამბობთ ხოლმე, მაგრამ თუ მაინც და მაინც პერფექტია ჩასასმელი, haben-ს დაეხმარება დამხმარე ზმნა haben-ი და hat ეს არის როგორც დამხმარე ზმნა, gehabt როგორც haben ზმნის პარტიციპ-2-ის ფორმა. Gehabt. Was sagen? Was hat Herbert in der Pause zu dir gesagt? გადათარგმნა და ამოვიწყდა მე-14 წინადადების. Sein Sohn hat in seinem Leben schon immer sehr viel Glück gehabt. მის ვაჟს ცხოვრებაში ყოველთვის უმართლებდა. წარსულ დროში Glück haben, გამართლება. Was hat Herbert in der Pause zu dir gesagt? რა გითხრა Herbertმა შესვენებაზე? Ich fragen უნდა ავიღოთ ახლა ზნა. Ich habe dich etwas gefragt. როგორც ხედავთ, ჯერჯერობით მარტივად მივდივართ, იმიტომ რომ ყველა ზნა არის წესიერი და ყველას დამხმარე ზნა haben ჭირდება. მერე მოგვიანებით გავართულებ ვიდეოებში, კიდე ჩავწერ პერფექტზე გაგრძელებას. Ich habe dich etwas gefragt. მე შენ რაღაცა გკითხე. Warum antwortest du mir nicht? რატომ არ მპასუხობ? Ein Sprichwort sagt, anders ამბობს. Zahlen ზნა უნდა იყოს. Und fröhlich sein. Zahlen und fröhlich sein. ეს ანდაზა ქართულში სიტყვისი არ მახსენდება, სიტყვასიტყვით ნიშნავს გადაიხადე და გახარებული ყოფნა იყავიო. თუ თქვენ გაგახსენდებათ რაიმე მსგავსი შესატყვისი ქართული ანდაზა, შეგიძლიათ დაწეროთ. Wo parken? Wo hast du den Wagen geparkt? სად დააყენე, გააჩერე მანქანა? დააპარკინგე, როგორც ამბობენ ხოლმე, ich kann ihn nirgends finden. მე მას ვერსად ვპოვლობ. შემდეგ ზნა ჰოლენი გვაქვს, du bitte die Säge aus dem
Holst du bitte die Säge aus dem Keller? ხომ ვერ ამოიტან გეთაყვა ხერხს სარდაფიდან. Ich habe sie schon geholt. მე ის უკვე ამოვიტანე, ისინი ამოვიტანე, geholt. Okay. Klopfen. An der Tür hat es geklopft. კარზე კაკონია. Das ist bestimmt Simon. Es ნამდვილად სიმონია. An Simon, თუ ინგლისური ვარიანტია სახელის, der klopft immer. ის ყოველთვის აკაკუნებს. ეს ნამდვილად Simonია, ის ყოველთვის აკაკუნებს. Hören. Hörst du das auch? შენც გესმის? ახლანდელ დროშია. Ich habe nichts und ich höre nichts. ბოდიშით აქ habe არ დაგჭირდება. მე არაფერი მესმის ახლანდელ დროში. Ich höre nichts und ich habe nichts gehört. და არც არაფერი გამიგია. ეს უკვე წარსულში, ანუ ახლა არ მესმის და შემდეგ უკვე წარსულ დროში habe gehört. Merken, დამახსოვრება. Hast du dir die Nummer gemerkt? დაიმახსოვრე ნომერი. Ja, Zahlen kann ich mir gut merken. მოდალურ ზნასთან გვექნება merken-ის საწყისი ფორმა. კი, ციფრებს კარგად ვიმახსოვრებ. Leben. Früher უწინ წარსული გვაქვს. Haben Ulrichi და ვიღაც მეგონა ბოდიშით, hat იქნება მაშინ აქ. In Köln gelebt. ანუ Ulrichi ერთია და ამიტომ იქნება gelebt. უწინ Ulrichi ცხოვრობდა კოლნში. Jetzt lebt in Hamburg. Spielen. Spielt heute die Bayern? დღეს Bayern თამაშობს? Nein, die haben gestern schon gespielt. არა, მათ გუშინ უკვე ითამაშეს. Suchensna. Suchst du Edzeb? Suchst du Herrn Meier, Paton Meyers? Denn habe ich gestern gesucht, მას მე გუშინ ვეძებდი წარსულში. Heute suche ich Udo. დღეს ვეძებ Udos. Teilen. განაწილება. In den Ferien habe ich das Zimmer mit 2 Studenten geteilt. არდადეგებზე geteilt. არდადეგებზე მე ოთახს ვიყოფდი 2 სტუდენტთან. Ich sie nach so langer Zeit wieder zu sehen. ანუ ძალიან გამიხარდა, რომ თქვენ გნახეთ ამდენი დროის შემდეგ. ანუ იქნება ich habe mich sehr gefreut. გამიხარდა. Sie nach so langer Zeit wieder zu sehen. თქვენ ამდენი ხნის მერე რომ გნახეთ. Decken. Hat Rudi schon den Tisch gedeckt? Nein, ihn gerade. ის ახლა შლის. გაშალა უკვე როდი მაგი და არა, ის მას ახლა შლის. Deckt ihn gerade. და wohnen-sna. Jetzt ახლა, რა თქმა უნდა, ახლანდელ დროში იქნება ცხოვრობთ ჩვენ. Wohnen wir ruhig. ახლა მშვიდად ვცხოვრობთ. Früher haben wir an einer Kreuzung gewohnt. უწინ ჩვენ ცხოვრობდით გზაჯვარედინზე. და fehlen კლება, endlich bist du wieder da. როგორც იქნა, ისევ აქ ხარ. Du hast mir so gefällt. შენ მე ისე მაკლდი. აი ეს არის ჩვენი შესრულებული სავარჯიშო. როგორც შეგპირდით, აუცილებლად დავდებ ამ სავარჯიშოს PDF-ს YouTube-ში ვიდეოს ქვემოთ ან ჩემს Facebook ჯგუფში ვიდეოს ლინკის ქვემოთ კომენტარებში და შეგიძლიათ რა თქმა უნდა გამოიყენოთ.
წარმატებებს გისურვებთ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ თუ არ გაქვთ გამოწერილი არხი, მოიწონეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და დააკომენტარეთ. Okay. Tschüss.